მოგესალმებით, სიტყვით კონტაქტზე უღმესმეგულებს გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემს გაგეცნობათ მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. ადამიანი რაღაც გავიდა სივრციდან, გავიდა ურთიერთობიდან და ბოლომდე არ იცით რა მოხდა, ხო? ანუ პაუზა თუ დასასრული არის ეს მისი თქვა დროებითი გასვლა ურთიერთობიდან. არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც რაღაც ტაიმაუტის დროს ითხოვენ, რაღაც ტაიმაუტს იღებენ ურთიერთობაში და საბოლოო ჯამში, შეიძლება საერთოდ არ დაბრუნდეს ადამიანი. ან მართლაც რეალურად სჭირდებოდეს რაღაცა გაანალიზებისთვის ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში ან Viber-ში მომწეროთ, ასევე რიტუალებისთვის და თქვენთვის ასურველი სანთლების დასამუხტად, ფინანსები, პირადი ურთიერთობა, დამცავი და ასე შემდეგ. ხო, ასევე შეგიძლიათ შევუკეთოთ თქვენთვის დამცავი სამაჯურები, ყველსაბამები, რომელიც იქნება დამუხტული თქვენთვის. და ვნახოთ, მოდით ვარიანტებად გავაკეთებ მაინც, რომ მივხვდეთ კონკრეტულად როგორი ადამიანი არის, ან რა ენერგიებში ხართ თქვენ, რაღაცით რომ მოხდეს უფრო კარგად გაანალიზება თქვენთვის არის თუ არა გასვლა. და ვარიანტები გავაკეთოთ. მოდით ესეთი ფერად სანთლებს ავიღებ. რაცა მოიჩქარის. რაღაც მიზანი და ოცნების ასრულება მოიჩქარის, როგორც ჩანს. კარგი, მოდით ესეთი სანთლები გამოვიყენოთ, ერთი ესეთი ჭრელი სანთელი, მეორე იყოს ესეთი და მესამე იყოს ასეთი. კარგად განსხვავდებიან. ხო, ესეთი რაღაცა ფერები თუ ეს ჯობია. მოდით ეს იყოს. ანუ პირველი, მეორე, მესამე თქვენ აირჩიეთ სანთელი, რომელი სანთელის მოგეცნობათ ცისფერი, მწვანე და მოცა შვილისფერი, ყავისფერი, რაღაც ისეთი. ნახოთ. სიტუაცია, ანუ ადამიანი, ან თქვენი ენერგიები, რაც ამოვა და იმის მიხედვით ნახოთ. შემდეგ პაუზაა თუ დასასრული. მე გადავდებ მესამე და მეორე ვარიანტს და პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეს თი. მოდით იყოს აქეთ უფრო კარგად ჩანს ესეთი სანთელი. ნახოთ თქვენთან მიმართებაში ეს პაუზაა თუ დასასრული. ეხლა ამ ეტაპზე მოდით რა ენერგიებში ხართ თქვენ, ესე უფრო კარგი და საინტერესო იქნება თქვენ. პირდაპირ ამოდიხართ იმპერატორის ენერგიებში, შესაძლებელია რომ მამაკაცები სხვათა შორის ძალიან საკმაოდ ბევრი მამაკაცი უყურებს, პროცენტულად რასაც ხედავ და ძალიან სასიამოვნოა ეს რომ ცდილობენ რომ გაერკვიან ამ ყველაფერში, ან კონკრეტულად მამაკაცი არის ვინც უყურებს, ადამიანი რომელიც ძალიან ჩამოყალიბებულია, პრინციპულია, მიზანმიმართულია, საკმაოდ ჭკვიანი არის, ხო? ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი მმართველობა, შეუძლია ძალიან კარგად გაანალიზების გონება კარგად აქვს განვითარებული, ზუსტად იცის სად და როგორ უნდა მომართოს. ან უბრალოდ ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მეუღლე და იყოს ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე პაუზაზე გავიდა, ხო? ეს არის კონკრეტულად ამ ადამიანის ვინ ხართ თქვენ, რო ვკითხულობ, თქვენს ამ ადამიანის ენერგიებით ხართ, ესე რომ ვთქვათ, დატვირთული შეიძლება ესეც ითქვას. თითქოს აი თქვენი ენერგიები აბსოლუტურად ხა გადანაცვლებული არის ამ ადამიანის მდგომარეობას, ანუ იმდენად როგორც ჩანს ძალიან ნერვიულობთ, ხო? ანუ აქ ცოტა უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჩანს, როგორც ხვდები აქ გადაწყვეტილება არის რაღაცა ოჯახურ სიტუაციასთან მიმართებაში და რამდენად დავაგდება რა ენერგიებში ხართ. ხან აქ შესაძლებელია რომ ესე ვთქვათ, კიდევ
თქვენი ურთიერთობა არის გასაიდუმლოებული, ესე რომ ვთქვათ, დაფარული ურთიერთობა და როგორც ჩანს, აქ სამკუთხედი სიტუაცია არის. ადამიანი არის დაოჯახებული და დაოჯახებული არის და შესაბამისად ჩანს მისი ენერგიები. თქვენ ხართ სხვათა შორის საკმაოდ ცივი, ვერ ვიტყვი რომ ქურუმიქალის ენერგიებით ყოველთვის იცით რომ ჩემთვის ქურუმიქალისა და სხვა ენერგიებს ამატარებელი საკმაოდ ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ადამიანი ხართ. შეიძლება ითქვას რომ ძალიან იშვიათად მოგდით შეცდომა, მაგრამ თუ მოგდით მე ვერ ვიტყვი რომ ეს შეცდომა არის, ეს უფრო ალბათ თვალი დახუჭეთ რაღაცაზე, ეს უფრო მისაღები არის და შესაძლებელია რომ აქ თქვენ ადამიანს უყურებთ, რომელსაც ყავს ოჯახი, თქვენ თვალი დახუჭეთ ამ ყველაფერზე, რაღაცა, არ ვიცი, იმედით, სიყვარულით თუ არ ვიცი, ამ ადამიანის დაპირებებით და რაღაცა ხა ცოტა არ იყოს სანერვიულო მომენტები შეგექმნათ, ხო? ნუ აი სამი უმაღლესი არკანი. ხართ რაღაც ცოტა ესე ვიტყოდი, ხა ვარსკვლავის არკანით, ნუ რა თქმა უნდა, ხა სიშორე არის თქვენ შორის, აქ კიდევ ერთი მომენტი შეიძლება იცით რა იყოს, რომ აქედან თუ არა. აქ რაღაც მომენტში შეიძლება თქვენ ამ ადამიანის დაკარგვის სურვილიც არ აქვს. ნახეთ, შეიძლება სულაც არ გინდოდეთ, რომ ანუ ხა არის ესეთი შემთხვევები, როდესაც სულაც არ მინდა, რომ სახლში მიეძეს ქმრის სტატუსით, ხო, რაღაც ესეთი მომენტი. მაგრამ თან ის მომენტიც აქვს, რომ აღარ გამოდის ესეთი ურთიერთობა, ნუ იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა მაინც რაღაც თავისუფლად შეძლოს თავის საყვარელ ადამიანთან თუნდაც გასეირნება და სანამ ყავის დალევა, ხო? და აქ არის გასაუდუმლოებული მომენტები უკვე თქვენთვის ძალიან რთული მდგომარეობა იყო და აი ხართ როგორი მომენტი იცით რომ თან ვუშვებთ, თან არ ვუშვებთ და აი რო იტყვენ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენეთ ხა აი ამ სიტუაციაში. მანიპულატორული მდგომარეობაც შექმენით რაღაც სიტუაციები, რომელიც საბოლოო ჯამში გაგარკვევთ მაინც სად მიდის ხო თქვენი ურთიერთობა, ან საერთოდ როგორ დაალაგოთ ეს ყველაფერი. აქ რაღაც ესე მგონია რომ შესაძლებელია აქ ცოტა მიმართეთ კიდე როგორ მომენტებს იცით რომ აი არ შესაძლებელი ხა მე არ ვიტყვი რომ აქ ვინმეს მაგიას უკეთებს, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში მაგიას კი არა უფრო სამყაროს მიანდეთ შეიძლება ეს ყველაფერი და ნუ რაც იქნება იქნება, ხო აი როგორც წავა, სადაც გავა ურთიერთობა და ნუ რაღაცა მივანდოთ სამყაროს, ხო აი რაღაც ეს მომენტი არის და შესაბამისად ადამიანთან თქვენი საუბრის და თქვენი ანუ სურვილების წარმოთქმის შემდეგ ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან, ხო, რაღაცა აი მსგავსი მომენტი მოდის აქ ინფორმაციულად. კარგით, ნახოთ, პაუზაა თუ დასასრული. იცით რა ეს აი სიმართლეს გეტყვით, აქ არის იცით როგორი მომენტი, რომ აქ თქვენზეა დამოკიდებული და არა ამ ადამიანზე პაუზა იქნება თუ დასასრული. აქ არის თქვენს გადაწყვეტილებაზე მდგომარეობა. ნახეთ, მე ესე გეტყვით. კი, მიანდა თქვენ სამყაროს ეს ყველაფერი და ჩათვალეთ რომ სამყარომ გადაწყვიტოს რა და როგორ იქნება, მაგრამ ესე გეტყვით, ამ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა, მე ვერ ვიტყვი რომ არ უნდა ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის.
მას უნდა თავისუფალი ურთიერთობა. მას უნდა ურთიერთობა, როდესაც ემოციას მიიღებს, რაღაცა ესეთი სტაბილურ ურთიერთობაში იქნება, სადაც არავინ არ შეაწუხებს, არაფერი ვალდებულებები არ ექნება და არაფერი სურვილი, ანუ სურვილების ასრულების ჯენი არ გახდება, ხო? აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს. აქ სრულები თქვენზე არის დამოკიდებული, მე ესე ვიტყოდი ამ ადამიანის თქვენთან ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობა. თქვენ თუ ანუ არ იქნებით არანაირი მომთხოვნი ამ ურთიერთობაში, თქვენ თუ დაეთანხმებით იმას, რომ მას ყავდეს თავისი ოჯახი, ცხოვრობდეს იქ ბედნიერად და იყოს იქ, ბედნიერად მეტნაკლებად, ხო, მაგრამ, უნდა რომ ყავდეს იქ და ყავდეს ეს ოჯახი და თქვენ ამ ყველაფერთან ერთად იქნებით და თქვენი მიზნები, თქვენი სურვილები, თქვენი ემოციები იქნება დათრგუნული და მხოლოდ დააკმაყოფილებთ მის ემოციებს, მის სურვილებს და მაქსიმალურად მას მიანდობთ ყველაფერს ურთიერთობის მდგომარეობას და თქვენ უბრალოდ დაეთანხმებით კისეტყვით ყველაფერზე, რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა გაგრძელდება. მაგრამ საკმარისია თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ გაწყობთ ესეთი, იყოთ მეორე ადამიანი, არ გაწყობთ ის მომენტი, რომ იყოთ თქვათ რაღაც ესე მისვლამოსვლის ურთიერთობაში, ხო? ამ შემთხვევაში უკვე თუ თქვენ დაიწყებთ ამ ადამიანთან ესე რომ ვთქვათ ჩარჩოებისში ჩასმას, გეტყვით რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად გავა ურთიერთობიდან დასრულდება კიდევაც. ან ნახეთ, აქ თქვენ უნდა გახვიდეთ კონტაქტზე, მე ესე გეტყვით. თვითონ აქ რო გითხრათ რომ რაღაცას გააკეთებს და გამოვა კონტაქტზე, მოდით ესე გეტყვით რომ ტყუილად დაელოდებით ამ ადამიანის გამოსვლას კონტაქტზე, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ხა იმპერატორი არის, თან იმპერატორს ცოტა ესეთი მძიმე ენერგიები აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც ძნელად დასაძრავი არის რაღაცა გადაწყვეტილებებთან მის მიმართებაში. ამიტომ და საერთოდ ზოგადად ესე როგორი რაღაცა იცით, აი რაც არ უნდა ტკიოდეს და რაც არ უნდა ესეთი მისთვის არასახარბელო მომენტი იყოს, ეს ადამიანი არ განახებს თქვენ. თვითონაც აი ხასიათებით არის ეგეთი, შეიძლება ძალიანაც არ მოსწონდეს ეს სიტუაცია და ძალიანაც არ უნდადეს რომ ესე დადგა სიტუაციურად მდგომარეობის, მაგრამ მას არავის დაკარგვის არ ეშინია, ხვდებით? ანუ მისთვის მიწყენთ, მაგრამ თქვენ არ იქნებით, სხვა იქნება. აბსოლუტურად სულ ერთი არის. ანუ ის თავისას მიიღებს მაინც იმას, რაც უნდა. ანუ ვიღაცა მაინც დათანხმდება დაფარულ ურთიერთობას, ვიღაცა მაინც დათანხმდება რაღაცა იმას, რომ უბრალოდ მივიდეს, მოვიდეს და თავისი ეკო დააკმაყოფილოს, ამიტომ თქვენ არ იქნებით, სხვა იქნება. ანუ ამ ადამიანს უფრო მეტად როგორ ვთქვა, იცით, სიყვარულის და ემოციების მომენტები კი არ აქვს. ანუ აქვს გონებრივად თავისი სურვილების და დაკმაყოფილების მდგომარეობა. ეს ადამიანი არ არის რაღაცა ესეთი ძალიან რომანტიკოსები რო არიან და შეუყარდებათ და რაღაცა ჯგვალს კარგავენ. არა, ეს ადამიანი როგორ არის, თვითონ თავის კომფორტით, სადაც ექნება, იქ იქნება. სადამდე იქნება კომფორტი. როგორც კი კომფორტი დაირღვევა, ეს ადამიანი გავა ურთიერთობთ. თქვენ მიწყენთ, მაგრამ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვისგანაც გავა. ეს ადამიანი ელოდება ახლა თქვენგან, რომ თქვენ გახვიდეთ კავშირზე, ელოდება იმას, რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი და რა თქმა უნდა ურთიერთობა გაგრძელდება. თუ თქვენ არ გადადგავთ, პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ ურთიერთობა დასრულებული მდგომარეობით არის უკვე. ხვდებით? ანუ ნახეთ, აქ თქვენზეა. თქვენ თუ გადადგავთ ამ ნაბიჯს, რომ ვიქნები, ოღონდ ეს არის სამკუთხედი ურთიერთობის მდგომარეობაში ვინც არიან და გაითვალისწინეთ ეს, ან თქვენ თუ გადადგავთ ნაბიჯს, რომ კი, თანახმავარ, ყავდეს ეგ ცოლშვილი და ეყავი ცოლთან და მე რაღაცა როცა დრო გექნება რაღაცა თვეში ერთხელ თუ რაღაცა ორ თვეში ერთხელ, მაშინ მოდი ჩემთან და დამელაპარაკე და რაღაცა ერთად დავლივეთ ყავა დაფარულად სადმე ჩუმად, ისე რომ არავინ არ დაგვინახოს, თუ ამაზე თანახმა იქნებით, კი ბატონო, იდეალურად გააგრძელოს ეს ადამიანი ურთიერთობა. თუ არა, რა თქმა უნდა, დაასრულოთ ურთიერთობა და ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან, ხვდებით? აი, აქ ესე ვიტყოდი, რომ არის ურთიერთობა დასრულებული, თუ თქვენ არ გახვალთ კონტაქტზე. აი ეს მომენტი არის აქ.
ნუ პირველი ვარიანტი სამწუხაროა, მაგრამ ნუ ესე გამოვიდა. მეორე ვარიანტი ვინც ერჩის მწვანე ფერის და ყვითელი ფერის. ძალიან უწესრიგ საფლების სხვათა შორის ამამაძი სანთლებია და რო ვანთებ ხოლმე მერეც და გული მწყდება. რეიწებიან ხოლმე არ მომწონს. კარგი იქნება და სულ ენთოს არ დაიწყოს და სულ ესეთ ფერები იყოს. კარგით, ნახოთ მეორე ვარიანტი. რა ენერგიებში ხართ თქვენ? მეორე ვარიანტი რა ენერგიებში? თქვენ მეგონი უკვე გადალახული გაქვთ აქ ყველაფერი. აქ როგორ მომენტია იცი თქვენთან? მე ესე ვიტყოდი, რომ მეორე ვარიანტის მდგომარეობა არის ესეთი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე და რთული მომენტი არის, აი ფაქტიურად თქვენ გავლილი გაქვთ თითქმის ეს გზა უკვე ბოლომდე თუ არა, აი რაღაცა ნაწილი მაინც ხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ნიუანსი არის, რომელიც ხელი შემშელ ფაქტორებად არის, აქ შეიძლება იცით რა მომენტი არის, აი გადაუწყვეტლობის მდგომარეობა. მინდა დავაზუსტო. მეორე ვარიანტი ესე ვიტყვი, რომ აქ ძალიან რთული სიტუაციას გადიხართ თქვენ, მე არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენს ურთიერთობაში ჩარეულები არიან, ესე ვიტყოდი, მაგიური ზემოქმედებით შეიძლება ითქვას და ხო, манипуляტორული ან მაგიური ზემოქმედებით, ესე რომ ვთქვათ, და თქვენი ურთიერთობა აქედან გამომდინარე არის გაფრჭებული. ამიტომ იცით რა არის, ბოლომდე ვერ ხართ გარკვეული. თან რა მომენტია, იცით, ნახეთ, თითქოს აი ამ სირთულის გასვლა გინდათ, ხო, რაღაცა გადიხართ ამ გზას და არ თავდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი მიდის მოდის, ისედაც თითქოს აი არ გაძლევთ არც წასულია, თან წასულია, აი ესეთი მომენტი არის, ხო? თან ამბობს იმას, რომ შეიძლება რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება და აწივსვე ყველაფერი დამთავრდა და დამანებე თავი და შემეშვი და თქვენ, კარგი შეკეშვი, ხო? იღებთ ამას ყველაფერს და რაღაც თქვენთვის ვცდილობთ ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ და გადალახოთ ნაბიჯებით, რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით ეთყობ და უცბად რაღაცა გამოჩნდება, რომ აი არ შეუულია თქვენს გარეშე. ან უბრალოდ შეიძლება რაღაცა საერთო სამეგობრო წრე ყავდეთ და იქ სამეგობრო წრეში გესმოდეთ, რომ 24 საათი თქვენზე საუბრობს, ხო, რაღაცა, ან 24 საათი თქვენს თორებს ზის, ხა როგორც მოდაში არის რაღაცა, ხო, სოციალურ ქსელებში არის. ანუ ადამიანი თქვენ როგორი ენერგიები გაქვთ, იცით, რა, თქვენ თვითონაც ვეღარ გარკვევთ რა უნდა ადამიანს, ხო? ანუ მიდის ბოლო-ბოლო გისრულებთ ამ ურთიერთობას და დაგანებებთ თავს თუ მოდის და აგრძელებს, ხო? აი, თითქოს აქ როგორი მომენტია, იცით, აი, მე ესე ვიტყოდი, რომ დაღლილი ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე თან ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაცა როგორი მომენტია, იცით, 1 და 2 წასვლა-მოსვლა არ არის, ხო? აი რაღაცა შეიძლება 2 წელია ურთიერთობაში ხართ და აი ეს 2 წელი ვერ გაიგეთ რა უნდათ, ხო, ხვდებით და უკვე იმდენად გადაღლილი ხართ, რომ თუ მიდის წავიდეს, თუ რჩება დარჩეს, მე უკვე სულ ერთი რო ხდება ადამიანისთვის, რა იქნება და როგორ იქნება, იმდენად ემოცია წართმოულები ხართ მეორე ვარიანტის წარმომადგენლები და უკვე თქვენ თვითონაც არიცით, გინდათ ამ ადამიანის მოსვლა თუ საერთოდ წასვლა გინდათ, უკვე რა გინდათ ამ ადამიანთან, თქვენც ვეღარ გაგიგიათ, იმიტომ რომ თვითონ იმას ვერ გაუგია. კარგით, ნახოთ. რა გადმოხდა. ხო, ერთმანეთისგან თავს იცავთო, ესე რომ ვთქვათ, ხო, ანუ აღარ გინდათ აღარც თქვენ და აღარც მას, რაღაცა არა და მე არ ვიცი, პაუზა თუ დასასრული, მოდით ნახოთ. პაუზა თუ დასასრული.
ხო გქონდათ ადამიანის რაღაცის ეშინი. არ არის ჯერ ანუ დასასრული. აი ხა რო ყოფილიყო 10-იან ხმალი ვიტყოდი რომ დასასრულია, არის 9-იან ხმალი. ნახეთ 9-იან ხმლის მდგომარეობა, ნუ შიშებია ხო, რაღაცა ტკივილებია, გაურკვევლობა არის, ემოციების წართმევა არის, ხო, ზუსტად ის მომენტი გაქვთ, აი უკვე ადამიანი რო გადაღლილი და უკვე რო ეშინია დილის გაღვიძების რომ არ იცის რა მოხდება, ანუ აი ფოგონებთ იმდენად უკვე თქვენთვისაც აღარ ისეთ გინდათ თუ არა ეს ადამიანი რომ უკვე იმასაც კი ფიქრობ შეიძლება რომ მოვიდეს და დარჩეს მე აღარ შემიძლია ვერავით ან შეიძლება ეს მომენტიც გქონდეთ და პირიქით აი რო წავიდეს რა ვიცი როგორ ვიქნები ხო აი რაღაცა ცოტა პაუზა თუ დასასრული მე არ ვიცი რა ხდება არ ვიცი ეს ადამიანი ისე საინტერესო არის ცოტა უცნაური მომენტი არის. პაუზა თუ დასასრულდა მე ესე გეტყვით რომ აქ არც პაუზა არც დასასრული ადამიანი არის სრულებით გაურკვევლობაში თქვენი ურთიერთობის თითქოს უნდა რომ თან განთავისუფლდეს ამ ურთიერთობიდან და თან პირიქით რაღაცა გააკეთოს ამ ურთიერთობისთვის არ ემეტება და არ ეშვება თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ვერც მოდის. მე არ ვიცი ხა შეიძლება ვთქვათ რომ სამი ქალბატონის არკანი თასების დედოფალი, პენტაკლების დედოფალი და კვერცხების დედოფალი ერთად უბრალოდ საინტერესო არის ეს სხვადასხვა ადამიანის მიმართ არის ესეთი თუ უბრალოდ თქვენ გხედავთ ამ ყველაფერში ერთიანად. მე აი ესე ვიტყოდი რომ შეიძლება ითქვას რომ ამ ადამიანს არ ვიცი რატომ ხაც ესე მოდის ინფორმაცია და ნუ ესე გავაჟღერებ და რამდენად ვიზე რეზონირდება მე თქვენთანაც ნახავთ. ამ ადამიანს ყავს ყოფილი ცოლიც. ადამიანი რომელთანაც ვალდებულებები გააჩნია შეიძლება ყოფილი ცოლი არ იყოს და თქვათ იყოს მეგობარი ადამიანი ან შეიძლება დედაც იყოს ხო ანუ ყოველ შემთხვევაში ქალბატონი რომელთანაც გააჩნია პასუხისმგებლობები მეორე არის სიყვარული სადაც ადამიანი სულიერ სიმშვიდეს და ემოციას გრძნობს და ეს ხართ თქვენ და მესამე არის ვნება ამ ადამიანს აქვს ნეგატიური ზემოქმედება აი ესე ვიტყოდი შესაბამისად ვერ იგებს დაასრულოს, სად დაასრულოს, ვისთან დაასრულოს, რა დაასრულოს, ან საერთოდ რა გააგრძელოს. ადამიანს აქვს გონება არეული და შესაბამისად ვერ იგებს ვისკენ უნდა გადაიხაროს, ხო? ანუ იქაც უნდა, იმასთანაც რაღაცას ვერ ალაგებს და აი სრულიად ქაოსში არის. ესე ვიტყვი რომ აქ არც პაუზაა და არც დასასრულია, რატომღაც ადამიანს მაინც აქვს იმისი იმედი რომ ამას ყველაფერს შეინარჩუნებს ამ სიტუაციას, ანუ ამ სიტუაციას როგორ იცით, აი თქვენ შეგინარჩუნებთ და ყველგან გაწვდება რაღაცა მომენტში. მე არ ვიცი ხო სამკუთხედის სიტუაცია ნახეთ, შეინარჩუნოს ეს სიტუაცია, იმიტომ უნდა რომ ამ ადამიანს უნდა რაღაცა გასვლა ამ ყველაფრიდან ნახეთ თავისი მდგომარეობიდან უნდა გასვლა. ამიტომ რაღაცნაირად იკეტება თავის თავში იმისთვის რომ ჩამოაყალიბოს ეს ყველაფერი. ნუ რა, გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს იქიდან გამომდინარე რომ კიდევ ერთხელ ვწახი აქ არის რაღაცა მანიპულატორული მომენტები, მაგიური ზემოქმედებებიც, რომელიც ადამიანის გონების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს და რაღაც პერიოდულობით თუ ამ ადამიანს ნუ იმპერატრიცაც ნუ არ ვიცი, აშკარად
ну აქ ადამიანი თავის თავში იმდენს ბრძოლობს და იმდენს იბრძვის ვიცით როგორი მომენტი არის აქ ადამიანს უბრალოდ ერთ დღეს რო უნდა რომ თქვათ დაალაგოს ყველაფერი მეორე დღესაც არა აი ერთ წამს უნდა რომ დაალაგოს მეორე წამს უნდა რომ ყველაფერი არიოს აი აქ ადამიანს მე ესე ვიტყოდი რომ შეიძლება ითქვას სასად არაფრის სურვილი არ აქვს მაგრამ მაინც რატომღაც აქვს იმედი რომ ადრე თუ გვიან რაღაცას დაალაგებს ხო იმიტომ რომ თulis რომ ეს ადამიანი რაღაცას იმსახურებს სამყაროსგან რატომღაც ესეთი მომენტი აქვს აქ არის ძალიან საბოლოო ჯამში მე ესე ვიტყვი რომ აქ დახმარება იქნება ამ ადამიანისკენ შესაბამისად მე არ ვიცი ვინ ვის დაეხმარება მაგრამ აქ იქნება დახმარება ამ სირთულიდან გაყვანა ადამიანის და ადამიანი შეძლებს რომ გააკეთოს მე უკვე ანალიზი და მდგომარეობა მაგრამ ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით რომ არც და პაუზა არც დასასრული არ არის აქ არის ქაოსური მდგომარეობა თქვენ ხართ ისე ურთიერთობაში უბრალოდ აი ეს მიდი მოდის მდგომარეობა შეიძლება რაღაცა ორი თვეც არ გამოჩენილა თქვენთან რაღაც მომენტში მაგრამ იცოდეთ რომ ეს ადამიანი თქვენს გარშემო არის ნუ შეიძლება გითვალთვალებდეთ კიდევაც ხო გითვალთვალებდეთ ახლა ესე სახთან ნუ ყოველწუთას არ დაგდებდეთ მაგრამ მე ესე ვიტყვი რომ მეორე ვარიანტი შეიძლება ითქვას რომ ადამიანი უთვალთვალებს კიდევაც ეს რაღაცა პერიოდულობით სახთანაც მიდის ვიღაცასაც ეკითხება სამსახურთანაც მოდის და ასე შემდეგ ანუ ადამიანი სულ საქმის კურსში არის ყოველთვის თქვენს მდგომარეობაზე იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს დასრულებული არ დაპაუზებული აქვს ურთიერთობა და უბრალოდ თქვენ გერიდებათ რატომღაც იმიტომ რომ აქ არის კიდევ ერთხელ გავნებით ის манипуляტორული მდგომარეობა და ის რაღაცა ძიმე სიტუაცია რომელსაც ფიზიკურად ვერ ახერხებს ადამიანი გონების დაალაგებას და გარკვევას რა გააკეთოს და მესამე ვარიანტი ვინც აირჩია ნახოთ რა სიტუაცია მეორე ვარიანტი ცოტა მე ესე ვიტყოდი რომ არ ვიცი ადამიანს თან უნდა თან არ უნდა და სად უნდა თვითონაც არის აქ ნუ არის აქ ზემოქმედების მდგომარეობა აქ და მაგიტომ არის ეს ქაოსი და მესამე ვარიანტი რა სიტუაცია ხარ რა ენერგიაში ხარ არ იცით რა გააკეთოთ მესამე ვარიანტი აქ არის ოთხკუთხედი აი ესე ვიტყოდი აქ არის მდგომარეობა როდესაც ქალბატონსაც ყავს ვიღაც სხვაც და მამაკაცსაც ყავს ვიღაც სხვა აქ არის ცოტა ისეთი ხო აქ არის იცით როგორი მომენტი როდესაც ადამიანები ორივე კარგად აანალიზებს რომ ეს ურთიერთობა არ გამოვა ორივე კარგად იცის რომ ეს ურთიერთობა დასასრულებელია რომ ეს ურთიერთობა არის ის მომენტი როდესაც რაღაცა სიამოვნების მდგომარეობა მიიღეთ, რაღაცა ბედნიერი მომენტები გაატარებინეთ ერთმანეთს შეიძლება ითქვას, მაგრამ აქ სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს ხვდებით. მე ვერ ვიტყვი რომ აქ ურთიერთობას აი რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია აქ თითქოს როგორი მომენტია იცით რომ ეს თქვენი ურთიერთობა იყო ერთმანეთისთვის რაღაცის დახმარების მდგომარეობა, როდესაც
რა ვიცი, ერთმანეთს უნდა შეხვედროდით, რაღაცა ცოდნა მიგეცათ, რაღაცნაირად ერთმანეთს დახმარებოდით, აი რაღაც მომენტი გაჭირვების მდგომარეობა, სულიერი პრობლემების მდგომარეობის პერიოდი, როდესაც არის და თქვათ აი რაღაცა მასაც აწეწილი ურთიერთობა მეუღლესთან, აქეთ თქვენც აწეწილი ურთიერთობები და შესაბამისად აი რაღაცა უცებ შეხვდით ერთმანეთთან სულიერი სიმშვიდე, ემოციური ენერგიები იგრძენით, ხო, აი აქ რაღაც ეს მომენტი არის. მაგრამ რატომღაც აქ ორივე ის მოდის ესე მოდის ინფორმაცია, რომ აქ ორივე მიცით, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს, ანუ ის კი არა რომ დავაპაუზოთ და მერე გავგზავნოთ, ან საერთოდ რაღაც ესეთი მომენტი, აი ზუსტად იცით, რომ არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა რატომღაც. ამოდის ეს ინფორმაცია, მაგრამ მაინც ნახავთ, პაუზა თუ დასასრული. და შესაძლებელია, ამიტომაც რაღაცა გახვედით, რომ იცით, მაგრამ მაინც არ გეთმობათ, ხო? აი რაღაც ეს მომენტი, პაუზა თუ დასასრული. მე ესე ვიტყვი, რომ არა, თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება. შეიძლება ახლა რაღაც და თქვათ, შეიძლება თქვით, რომ დაასრულდეს და დამთავრდეს ეს სიტუაცია, მაგრამ არა, თქვენი ურთიერთობა ნამდვილად ისევ გაგრძელდება. უბრალოდ შუაღამისას დადიან. უბრალოდ ეს არის იცით როგორი მომენტი, როდესაც ადამიანს ძალიან უყვარხართ, თქვენ ძალიან გიყვართ. ანუ თქვენ ერთმანეთთან პაულობთ იმ სიმშვიდეს, რომელიც საჭირო არის თქვენთვის ორივისთვის. შესაბამისად, თქვენ უბრალოდ მარტო პარტნიორები არ ხართ, თქვენ ხართ ძალიან კარგი მეგობრებიც, ხო, აი სულიერი მეგობრები ხართ, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ესე ვთქვათ, ეხმარებიან, ხო? არა, თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება. მართალია, რომ ძალიან ისეთი შიშის მომენტები ბევრია, ძალიან ისეთი ტკივილის მომენტები ბევრია, მაგრამ მე შეიძლება ვთქვა, რომ მესამე ვარიანტი მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცით, რომ თქვენი ურთიერთობა არ უნდა იყოს, შეიძლება დაძლიოთ აქ სიტუაცია ისე, რომ თქვენ საერთო ოჯახი გქონდეთ საბოლოო ჯამში. შეიძლება ეს ის მომენტიც არის, რომ აი ნახეთ, გაერიდეთ ერთმანეთს იმისთვის, რომ ბოლო ნახეთ როგორი მომენტი, აი ბოლოს და ბოლოს მართლა ყველაფერს აქვს, ხო, საზღვარი, ოდესღაც ხო უნდა ვიყოთ ბედნიერები, ხო, აი რისთვის გავჩდით, ხო, თუ არ ვიქენით ბედნიერი, ხო. მიუხედავად რომ მე ძალიან არ მიყვარს ოჯახის დანგრევასთან მიმართებაში ძალიან ცივი მაგხომ რომ აი მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი გადაარჩინოს ოჯახი, მაგრამ ახლა არავინ არ დაბადებულა ტანჯვისთვის, ხო, იმიტომ რომ იცხოვრო ადამიანთან, რომ შენი შვილების მამა ქვია, დედა ქვია და არანაირი სულიერი ემოციური მდგომარეობა იქ არ არსებობს, ხო, თუმცა ეს არ შეიძლება უბრალოდ ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი ბედნიერების საშუალება და უფლება ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ უფლება აქვს. ხო, და ამიტომ უნდა იყოს აუცილებლად ბედნიერი, ხო? არავინ არ დაბადებულა არავის მონად და არავინ არ დაბადებულა იმისთვის, რომ ვიღაცას თავი დაუხაროს და ნუ რახანისია და რახან გადავდგი ნაბიჯი, всё, მე ვალდებული ვარ, არ მიყვარდეს, არ უყვარდე, პატივს არ მცემდეს, ატის არ მცემდე, მაგრამ ნუ ერთ ოჯახში გვერდქვას რომ ვიცხოვროთ, ხო, არ არის ეს სწორი. აქ მაგას ვერ ვამართლებ ვერანაირად, მიუხედავად რომ ძალიან წინააღმდეგი ვარ ზოგადად ოჯახების დანგრევის და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ყველას უთხრა რომ იქნებოდა შესაძლებელია სადღაც რაღაცა იპოვოთ ის წერტილი, რომელთაც თავიდან განახდება ურთიერთობა. მაგრამ აქ როგორ არის, აი მართლა რომ ვალდებულებების გამო ცხოვრობენ ორივე ადამიანი ერთმანეთთან. არ ვიცი ვისზე რეზონირდება, აი ძალიან მადლიერი დაგრჩებით, ხა ცოტა რთული სიტუაცია და შეიძლება ვერ დაწეროთ კომენტარი ვიდეოს ქვემოთ, მაგრამ პირადში თუ მომწერთ, რომ რამდენად სწორი მდგომარეობა არის, ძალიან გამიხარდება და მადლიერი დაგრჩებით.
აქ გაგრძელდება ურთიერთობა, თქვენ და ისიც გაანალიზებთ თქვენი ურთიერთობის მდგომარეობას და იმ შიშებს, რომელიც გაკავებთ და რომელიც არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ გადადგათ ნაბიჯი და რაღაცა გახვიდეთ იმ ურთიერთობებიდან, სადაც ხართ, აქ ესე ვიტყოდი, თქვენ საბოლოო ჯამში გექნებათ ოჯახი. გექნებათ სიმშვიდე, გექნებათ საერთო ოჯახი გექნებათ, ანუ ხვდებით, აქ საერთო მდგომარეობა იქნება და იქნება ის მომენტი, როდესაც ну აი მეორე ოჯახის სარკმელზე მოვჭერით ზუსტად და ну ესე ვიტყვი, რომ აქ გარდაუვალია ამ ურთიერთობის ერთად ყოფნის გარეშე, ანუ არ გამოვა ეს ურთიერთობა თუ არ იქნება ერთად, უბრალოდ ვერც ერთი მხარე ვერ იქნება ბედნიერი, აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. ასე რომ ურთიერთობა გაგრძელდება, შეიძლება ამას დასჭირდეს დრო, კი, მესმის, რომ ძალიან ისეთი მომენტია, მაგრამ რამოდენიმე თვეც შეიძლება დასჭირდეს ამ ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ის ურთიერთობა იქნება, რომელიც ნამდვილად სწორი ადამიანების პოვნის მდგომარეობა იქნება ერთმანეთთან, ხო? აი რაღაც ეს მომენტი მოდის აქ. ძალიან ფრთხილი იქნება ეს ნაბიჯები, მე არ ვიტყვი და ვერ გეტყვით იმას, რომ აი ერთ დღეს უცებ გაიღვიძებთ და მორჩა, ხო, აი რაღაცა ძალიან ფრთხილად შეარჩევთ თქვენს და ისიც რაღაც იმ სიტუაციას და იმ მომენტს, როდესაც უბრალოდ გადადგავთ, ხო, აი მე გადადგავთ ამ ნაბიჯს რაღაცა სიფრთხილით და ესეთი სიტუაციით. მოკეთ აი ესეთი გამოვიდა. მესამე ვარიანტი ძალიან გამიხარდება, განსაკუთრებით ყველას გამიხარდება, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით მესამე ვარიანტი თუ შემეხმიანება და გამომეხმაურება, თუნდაც პირად მიმოწერაში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს წარმატებას და ყოველთვის ყოფილიყავით რაღაცა ისეთი სავსე სიყვარულით და ბედნიერებით, დროებით.